როდესაც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ეს გადაწყვეტილება მონადირის ბატალიონის დაშლის შესახებ. მონადირის ბატალიონი იყო ადგილობრივი კოდორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობიდან დაკომპლექტებული, ეგრეთ წოდებული მოხალისეებიდან დაკომპლექტებული ბატალიონი და მონადირის ბატალიონს თელ კოდორის ხეობის მოსახლეობასთან ერთად, რომელიც ჩამოაყალიბა ეს მონადირის ბატალიონი სწორედ ემზარ კვიციანმა ჯერ კიდევ ომის დროს და ამ მონადირის ბატალიონს თელ კოდორის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჰქონდა გადამწყვეტი წვლილი სწორედ კოდორის ხეობის შენარჩუნებაში. კოდორის ხეობა ეს იყო სტრატეგიულად ჩვენთვის მნიშვნელოვანი ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორია. მთელი აფხაზეთის ტერიტორია იყო ოკუპირებული, ერთადერთი რეგიონი, რომელსაც აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება და რომელიც ოკუპაცია ვერ მოახერხეს, ესე იგი რანაირი შემოტევები არ იყო. მე სულ მქონდა კოდორის ხეობასთან, ესე ვთქვათ, ურთიერთობა ჩასვლა და იქიდან ვინ არ შემოუტია სეპარატისტებმა, რუსებმა, ბაგრამიანის ბატალიონმა, ჩრდილო კავკასიელი, ბოლოს რუსებმა აჟარაში პირდაპირ დესანტი ჩამოსხეს 2002 წელს და მაინც ვერაფერი ვერ მოახერხეს, ალყა დაარტყეს. იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ბრძოლისუნარიანი, კარგად შეიარაღებული მოსახლეობა, რა თქმა უნდა, და ძალიან ბრძოლისუნარიანი, ძალიან უდიდესი პატრიოტიზმის სულისკვეთებით განსხვავებული. ეხლა ამას მე რატო ყვე? რა თქმა უნდა, როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე მაშინვე ამაზე მქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია, რომ ეს არათუ შეცდომაა, რასაც სააკაშვილი და მის ხელისუფლება აკეთებს, ეს იყო დანაშაულებრივი ქმედება, რა თქმა უნდა. მე როდესაც უკვე საქმის კურსში ჩავდექი, რომ სააკაშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, კერძოდ ოქროაშვილს და ვანო მერაბიშვილს ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება უკვე, რომ იქ უნდა შეეყვანათ ჯარი, მთელი საჯარისო განაყოფები და პლუს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზარმაზარი, ესე ვთქვათ, ძალა, თავარი ძალა იყო ჯარი, რომელიც უნდა შეეყვანათ კოდორის ხეობას. ჩემთვის ნათელი გახდა შემდეგი, რომ ეს ავანტურა გარდა იმისა, ეს დიდი უსამართლობა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ესეთი დამსახურებული იყო საკუთარი ქვეყნის წინაშე, ეს დამთავრდებოდა საბოლოო ჯამში, მომავალში კატასტროფული შედეგებით და უმძიმესი შედეგებით საქართველოსთვის. ეს იყო პირდაპირი მოღალატეობრივი ქმედება და გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან. ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის, ამას არავინ არ გააკეთებდა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.